აბადილო მშვიდობისა, მეგობრებო, სალამი ყველას. ალგეთი, სპინინგი, ხელოვნური სატყუარები. ნახოთ, დღე რას გვიჩვენებს. ამინდი ზეიდეალური, იმედი არ გაფუჭდება. დავიწყოთ ეგრევე ობა. დღეს მიზანმართულად მინდა ვითებზავო ფარგაზე. წამოვიღე დიდი ზომის სილიკონები. დავიწყებ ესეთი ფლაგმანით Mystic Fish-ი 4 დუიმიანი, იგივე ვიბრო კუდი. ესეთ ფერს. ოფსეტური ნემსიკავი 5 და 0 ზომით. ახლა შესაბამისი სიმძიმე გავუკეთოთ. დაბალ სიმძიმედ დავიწყებ 3 გრამი ვოლფრამი. ესეთი მსხლის ფორმა. რა კაი. ამინდი დამხვდა აქ. ძალიან მოხარული ვარ, იმედია. ერთი თევზით რომ დავიჭირო, აი ძალიან სოფს ემოციები წავალ. ჯიგრიგის მონტაჟი ესე გამოიყურება. ჩვენი 8-ანა კარაბინი, ფლუოროკარბონის სადავე, ამ შემთხვევაში ვიყენებ 0.30, რადგან ფარგას აკბილები და არის შანსი რომ გამიწყვიტოს. 4 ინჩიანი ფლაგმანის ვიბროკუდი, ოფსეტური ნემსიკავი 5 და 0. დავიწყოთ. აუცილებლად ფრიქციონი დავამუშავოთ. და პირველი გასროლა აქვე ახლაშივე ვწდი. ნახოთ სიღრმე როგორი აქვს. ალგეთი საკმაოდ აწეულია. ვისაც აინტერესებს. გავივილი ერთ ადგილზე არ გავჩერდები, რა თქმა უნდა. ვიმოძრავებ. და იმედია მივაგნებ ჩემს თევზს. დილის საათებია, ეხლა 7:09. შემიძლია თავისუფლად 10 საათამდე ვითევზავო, თუ ძალიან არ დამცხა. დავდივარ, გადმოვედი. ცოტა აქეთა ხარეს სიარული უნდა. ფარგის ძიებაში ვარ, დავდივარ. დავიწყე უკვე სატყუარების ცვლა. ჯერჯერობით არაფერი ჩანს. არც ნადირობს, ადრე მახსოვს. ფარგა ნადირობდა და წყლის ზედაპირზე დადიოდა. ამოხტებების კითხვი იყო. რამდენი ხანი ალგეთზე ესეთი წყნარი ამინდი არ ყოფილა, არ მახსოვს ბოლოს როდის იყო. სრული სიმშვიდეა. დავსვი.
ფარგა იქნება. არ ვიჩქაროთ. კარგად იბრძვის. მოდი. ნელა მოგიყვან. რაღაცა კარგი უნდა იყოს. არ ვიჩქარებ. დამენახე. კაი ზომა მეგობრებო. ნახე რამხელა ზომა. არ გამექცე შენ. აი ზომა. ნიდი დაიღალე რა. არ მინდა ვიჩქარო. აქ სიჩქარე არ მინდა. რა კაი ზომა ფარკა. არ მემორჩილება. Rodzola okrywa. გამიბრასდა. არა და უკვე ახლოს ყავდა. ჯოხს რა სუშვება. აი ხა აღარ მიცემდით რას გონს კვედროა წამოვიყვანოთ. ხელი დამეღალა. ეს მაგარი ზომა. კაი დაიღალე რა. რით ვერ დაიღალე. არა, კარგად კი აქ აღებული. ნემსიკავი კარგად აქ აღებული. მოდი ჩემთან. სერიოზული ზომა. როგორ მოვკიდავ ხელა ზომას. ვერც ვიგე. ბუჩო ხوار. ხო არ ხათა. Кайда. მეგობრებო, ეს რა არის? ეს რა არის? რა ხელა ზომა. ფლაგმანის ვიბროკუდი. ბიჭო. ეს გასაზომია თან უცებ. ყველაფერი მაქვს წამოღებული. სანამ ცოტა ხოძეა, აუცილებლად
გავზომოთ ეს ჯიგარი. რა მხელა. რა მხელასო. დავიჭირე. ჩემი ფარგა დავიჭირე. კარგი. აი. გაგიშვებ. ჩაგაგრტოჩქებ და გაგიშვებ. 68. 68. აი ზომა. ფოტო გადავიღოთ. აუ რა იბრძოლა. აბა. სასტორი არა მაქვს, მაგრამ 1-2 პლუსი რა 3 კილომდე. მინდი მოიხოდე. არის. დავიჭირე როგორც იქნა. ეს იყო მიზნად. ეს იყო ჩემი მიზანი, მეგობრებო. ემოციებში ვარ. 68 სანტიმეტრი ფარგა. აი, დღევანდელი გმირი, ფლაგმან, ვიბრო, კუდი, ესეთი შეფუთვა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს შედეგს მომცემდა კონკრეტულმა სამსატყუარომ. რა კაი ემოციებში ვარ. რამდენ ხანია ესე არ მიკაიფა და ჭერით. აი ეს ფლაგმანი Mystic Fish, 4 დვიმიანი, შარტრეზის ფერში. გაასწორა ძალიან. გავაგზავნოთ, აბა იქნებ რაღაცა ერთი ცეგეთი გავსვათ გემრიალად. ვაგზავნებთ, ჯოხმაც მშვენივრად იმუშავა. დაევაკალდია 10 გრამამდე ჯოხი. დაევაკალდია კოჭა, დაევა ლექსა 3000-იანი, ესეთი დაევას კომპლექტი. ვაგზავნებთ. კიდე ჯერ ემოციებში ვარ. ეს რა იყო? მაგარი ზომა. სასტორი არ მქონდა, მაგრამ სადღაც 3 კილომდე იყო, 68 სანტიმეტრი. 68 სანტიმეტრი. ვინც ერკვევა ფარგის ზომა წონაში, კარგი იქნება თუ დამიწერთ კომენტარს, რა წონა იქნებოდა. თავიდან არ იყო ესეთი ძლიერი, მეგონა პატარა ზომის იქნებოდა რაღაც. მე მოვუმატახო თქვენს ნახეთ ვიდეოში, ნაპირამდე მოვიყვანე, მე დაგაზა. ხო, აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმ მოსაზრებას, რომ ფარგა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს წყალსაცავს, სადაც არ უნდა დაიჭიროთ, იქნება ეს ალგეთი, თბილისის ზღვა ან სხვა წყალსაცავი. ფარგა არის საკმაოდ იშვიათი სახეობის თევზი, ახალი შემოსული არის საქართველოში და ჯერ ფეხის დადგომა უნდა რა წესივრად. დიდი თხოვნა მექნება, ვინც დაიჭერთ, ნებისმიერი ზომა, პატარა თუ დიდი, აუცილებლად გაუშვით. რო გამრავლდება 1-2 წელიწადში, მერე შეიძლება 1-2 მაქსიმუმ წაყვანა. როცა მიხვდებით, რომ ნორმალური რაოდენობის თევზია. და მანამდე გაუშვით, დიდი თხოვნა მექნება, აი, როგორც ჩემიანებს გთხოვთ, გამითვალისწინეთ. და ესეთ ემოციებს გაჩუქებს ეს თევზი. აი, სავსე ვარ ემოციებით, ადრენალინი მიცხერს, ისე მიხარია. გაშვების მომენტი ხო საერთოდ. გაითვალისწინეთ, მეგობრებო. ესეც ასე. დავამთავროთ დღევანდელი თევზაობა. მე ვიტყოდი თევზაობა შედგა. კი, ერთი თევზი, მაგრამ საოცნებო თევზი რა. თან, ფარგა დამიჭერია მცირე ზომები ადრე, მაგრამ ეგ ზომა მართლა არ მოვილოდი. ვიფიქრებდი დღეს დავიჭერდი ამ ხელა თევზს, არ მგონია. არა. საცილოდ ჩამოვედი რა. ერთი გასვლა მქონდა სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ და პატარა ერთი ქარიწვისა ფარგა დავიჭირე, უბრალოდ ვიდეო არ გადამიღია. არ დამიდია. ამ ვიდეოს დავდებ. შვენიერი ადრენალინი, ეხლა სავსე ვარ ადრენალინით. ძალიან მაგარი ხასიათი დავბრუნდები სახში.
ანალოგიურ თევზაობას გისურვებთ თქვენს, დაიჭერთ, დიდი თხოვნა მექნება ისევ და ისევ გავუშვით ყველა ზომის ფარგა უკან. დაველოდოთ, ვაცადოთ რამოდენიმე წელი, მერე ვიჭიროთ და ვისიამოვნოთ. ხო მაგარია, ხო ნახეთ რა კადრები იყო, აი ხელები მიკანკალებდა. რო უშვებ კიდე უფრო მაგარია და უფრო მიზანშეწონილია რა, დამიჯერეთ. ეს იყო და ეს. არ ვიცი, შეიძლება კიდე მოვბრუნდე აქ, ნახოთ. თუ არ დამეძინება და დამესიზმრება, ისევ ჩამოვალ. თუ არა და სხვა სტილის თევზაობაზე შეხვდებით. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით აი ამ ლამაზ ბუნებას, უბრალოდ შეხედე. როგორ შეიძლება მოხვიდე რაღაცა ჭამო და გადააგდო. კარგით რა. გაუფრთხილდით ბუნებას, არ დაანაგვიანოთ. წაიღეთ ნაგავი ნაგავსაყრელზე და ითევზავეთ პატიოს ნუ რაც. რაღაც რაოდენობის თევზი გავუშვით უკან. იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე. აბა დროებით.